სამედიცინო პროექტი იქნება, ბიბლიოთეკა იქნება. ეს იდეა ჩვენ ესე იგი შარშან გავაჟღერეთ და თქვენ ნახეთ როგორ დაწყებული მშენებლობა. ეს არის 300 სტუდენტზე გათვლილი 3 თანამედროვე ტიპის ევროპული ტიპის საერთო საცხოვრებელი, სტუდენტური საცხოვრებელი. ეს იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი. აქვე იქნება სპორტული მოედანი, აქვე იქნება სამედიცინო პუნქტი სტუდენტებისთვის, იქნება ბიბლიოთეკა და იქნება ასო-საზრდილი. ეს არის მთავრობის ხელშეწყობით ჩემი დაწყებული ეს პროექტი და ჩვენ ვარაუდობთ რომ დასრულდება წლის ბოლოს თუ არა 2016 წლის გაზაფხულზე, იმისათვის რომ სექტემბერში 2016 წლის სექტემბერში უკვე უნდა შევიდნენ ბავშვები, სტუდენტები. ჩვენი იდეა რა იყო? ესე იგი ჩვენი იდეა იყო ის რომ სტუდენტები რომლებიც არიან გაჭირვებულები, სოციალური დაუცველები და განსაკუთრებით ნიჭიერები, მე მინდა რომ ეს 300 ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა მოუძებნოთ მთელ საქართველოს მასშტაბით და მათთვის იქნება აბსოლუტურად უფასო ეს საცხოვრებელი. და ვფიქრობ რომ ძალიან კარგი პროექტია და ეს იქნება ძალიან კარგი мотиваცია მათთვის, ამ ბავშვებისთვის, ამ სტუდენტებისთვის, მათი ოჯახისთვის იქნება ეს ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა რომ მათმა შვილებმა შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება. აი ეს არის პროექტს ახორციელებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდი და ვფიქრობ რომ ძალიან წარმატებული პროექტი იქნება. იმიტომ რომ ასეთი საერთო საცხოვრებელი სტუდენტური საქართველოში სამწუხაროდ აღარ არის და მით უმეტეს ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა არის რეგიონებში, რომლებიც თბილისში ვერ ჩამოდიან იმის გამო რომ არ აქვთ ბინის პირის გადახდის საშუალება, საჭმლის პული არ აქვთ, ასე რომ ჩვენ ამას ყველაფერს უზრუნველყოფთ უფასოდ.